რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონცთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა, სტუდიაში მუშაობს თამარ გლონტი და მოკლედ დღის მთავარი თემების შესახებ. პრეზიდენტის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებას მხარს დაუჭერდი პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი რომ იყოს. ამის თაობაზე პოზიცია ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააფიქსირა. მისი თქმით, რეალურად საქმე ძალიან სერიოზულ საინტერესო გამოსვლას ეხება. ასეც ველოდებით ყოველ შემთხვევაში იმ სიმაღლიდან, რასაც პრეზიდენტი გამოსვლა ჰქვია, თუმცა არა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის და თავმჯდომარის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ აკადემიურობა გვმართებს. ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლები სრულად შეიძლება მოიცავდეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების შეხედულებებს და აზრს, აღნიშნა ვოლსკიმ. პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ. ეგრეთ წოდებული პოლიტიკური დებატები კი არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ უკვე მიიღო, რასაც წინ მმართველი გუნდის და ოპოზიციონერი დეპუტატების წარმომადგენლებს შორის დებატები უძღოდა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით იმაზე, რომ ხვალ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება და გიორგი მარგველაშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტის 12 ფრაქცია 15 წუთიანი სიტყვით გამოვა, უკმაყოფილო დარჩნენ დამოუკიდებელი დეპუტატები. სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ არ დაუშვა სრულყოფილი დებატების გამართვის საშუალება, განაცხადა მურმან დუმბაძემ. საკითხზე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა. ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში, ქვეყანა იმართება აბსოლუტურად არაკონსტიტუციური გზით. არის არაფორმალური მართვა. არაუფლებამოსილ პირს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ემორჩილება. ქვეყანა არის მძიმე დღეში, ამ ფონზე ხელისუფლება არის თვითკმაყოფილი, განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე თბილისის საკრებულოში წარსდგა. ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დოკუმენტები ადგილობრივი გამოცდილების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა და პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების და ადგილობრივი ექსპერტები, ისე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები. ქონდა შემოთავაზება მაესტროში ჩემი წილი გამეყიდა, თუმცა ამაზე უარი ვთქვი. ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთმა მეწილემ მამუკა ღლონტმა განაცხადა. რაც შეეხება ტელეკომპანიის დირექტორის ბაია გადაბაძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას და იმას, რომ არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა, ღლონტის თქმით ამ საკითხებში პრინციპულად არ ერევა. მაესტროს საქმიანობაში მხოლოდ იმდენად ჩავერევი, რამდენის უფლებასაც კანონმდებლობა მომცემს ჩემი წილის კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ იმდენად მცირე წილი მაქვს, რომ გადაწყვეტილებებს ვერ შევცვლი. ესეც იმ შემთხვევაში თუ დავრჩი მაესტროს მფლობელებს შორის და თუ არ დავრჩი მით უმეტეს აღარ მაინტერესებს რა მოხდება, აღნიშნა მამუკა ღლონტმა. ტელეკომპანია მაესტროს წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე გახდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობა დატოვა. მაესტროს დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობას ტოვებს, როგორც გადაბაძემ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არაპირებს მაესტროში მუშაობას პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში, ვინაიდან არხის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. მაესტროს მეწილეები, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტორები იყვნენ, დღეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს გამოიწვია პარტნიორების ერთი წილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის მფლობელი გახდა იმედის არაოფიციალური მმართველი ირაკლი როხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივი
ცვლილივია, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ბალი, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი, განაცხადა ბაია გადაბაძემ. მისი თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება მაესტროთი დაინტერესების მიზეზი იყოს, ეს არის პოლიტიკური მიმზიდველობა, ეფექტიანი მენეჯმენტი და სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც მას გამოარჩევდა ქართულ ბაზარზე. მაესტროს დირექტორის განმარტებით, განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს არხის დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც თანამდებობას ტოვებს. ტელეკომპანია მაესტროს წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე გახდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად ჟპს სტუდია მაესტროს წილების 55%-ს ფლობს. რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით აქტივების 15%-ის მესაკუთრე მამუკა ღლონდი, 5%-ის მესაკუთრე ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25%-ის კი მაკა ასათიანია. აღსანიშნავია, რომ ამონაწერის მიხედვით გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25%-იანი წილი ჟპს სტუდია მაესტროს კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე. მართველი გუნდი გიორგი ქადაგიძის ანგარიშის მოსმენაზე უარს ამბობს. შესაბამისად, უცნობია მოუწევს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ანგარიშით დეპუტატების წინაშე წარსდგომა. მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე კი 25 დღე დარჩა. შეკითხვას ქადაგიძის ანგარიშის მოსმენაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ორაზროვნად უპასუხა. დავით უსუპაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლები ეროვნული ბანკის ანგარიშს მოისმენენ, თუმცა რომელი პრეზიდენტის პირობებში არ დაუკონკრეტებია. გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენის მზადყოფნა დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კანონმდებლების გადაწყვეტილებას ელოდება. საკითხზე კომენტარები უმრავლესობის წევრებმაც გააკეთეს. ეს პოლიტიზირების მცდელობა არც თუ ისე წარმატებულია, რომელსაც რამდენიმე ტელეკომპანია ახორციელებს. უნდათ შოუს ფორმატში გადაიტანონ ამ ანგარიშის განხილვა, თუ ეს სიამოვნებას მიანიჭებს ვიღაცას, მე ვერ გავხდები ინიციატორი, რომ შოუსთვის ტრიბუნა გავუმზადო ვიღაცას და ამაზე ვიბრძოლო ბიუროზე. განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ხვალ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგის სხდომა გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 16 დეკემბერს გამართა, რომელზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8%-მდე გაზარდა. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზებს ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე დადებითად უნდა აისახოს. მაშინ აღნიშნეს, რომ თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ იყო. თუმცა რამდენიმე დღის წინ ლარის კურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება არ გამორიცხა. რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში, რომელიც 2008 წლის კონფლიქტს ეხება, რადგან რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს. საქართველოს ხმის დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ იმ ავტომობილის დათვალიერების მიმდინარეობისას განაცხადა, რომელშიც გამოძიების ინფორმაციით კუჭავამ თავი მოიკლა. კერძოდ, ადვოკატს ეჭვს უჩენს ის გარემოება, რომ მანქანის უკანა სავარძელზე, სადაც კუჭავა იჯდა, სიგარეტის ფერფლი საერთოდ არ იყო. ავტომანქანის წინა სავარძელზე სალონში მძღოლის მხარეს საფერფლი არის გავსებული და ნამწვევი ძირსაწყრია, ხოლო იმ ადგილას, სადაც კუჭავა იჯდა, ანუ უკანა სავარძელზე, საერთოდ არ ეტყობოდა ნაფერფლი, განაცხადა ადვოკატმა. ბესო ხარდიანის მკვლელობის საქმეზე შესაძლოა მხარეებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენონ. ბიზნესმენ ბესო ხარდიანის საქმეზე არსებითი განხილვა ხვალ იწყება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ 13 საათზე დაინიშნა. წინასწარი ინფორმაციით საქმე დაეწერა მოსამართლეს ლელა ნოზაძეს, რომელმაც ბესო ხარდიანს პატიმრობა შეუფარდა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მოკლული ბიზნესმენის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლის აცილების შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. შეკითხვაზე, რა შეიძლება გახდეს ბრალდების მხრიდან აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ ბიზნესმენს მოსამართლე ლელა ნოზაძემ ადრე პატიმრობა შეუფარდა.
დღეის მდგომარეობით საქართველოში ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 245 შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ეპიდსიტუაციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით, საქართველოში გრიპის გავრცელების ინტენსივობა 100,000 მოსახლეზე 357 შეადგენს. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 255 შემთხვევა, მათ შორის 245 H1N1-ით, ხოლო 10 H3N2-ით. ლეტალურად დასრულდა 8 შემთხვევა. ამირან გამყრელიძე ყველა მათგანს თამდევ დაავადებასა და ექიმთან დაგვიანებით მისვლას უკავშირებს. და გადაცემის თემა. 2 დღის განმავლობაში საზოგადოებამ 2 მიმართვა იხილა და ორივე მათგანი სასამართლო სისტემას შეეხებოდა. გუშინ მოსამართლეთა პრესკონფერენციის შემდეგ გავრცელდა განცხადება, სადაც მოსამართლეები იმ რთულ ვითარებაზე საუბრობდნენ, რომელიც სისტემის გარშემო განვითარდა. გაკეთდა მწვავე განცხადებები, მათ შორის იყო ასეთიც. არასამთავრობოებს პრეზიდენტი აქეზებს. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გუგინაშვილმა ისაუბრა. დღის ბოლოს კი ამ თემაზე გიორგი მარგულაშვილმაც გააკეთა კომენტარი. იმისთვის, რომ ქართული სასამართლო არ იყოს გამაუგნებელი ჩვენი პარტნიორებისთვის სტრასბურგში, ქართული სასამართლო არ იყოს გამაუგნებელი და შემაძრწუნებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ 10,000-ობით ადამიანმა არ ისაუბროს სასამართლოზე, რომ მათ დაკარგეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ის რა წინაპირობითაც ჩვენ მოვდივართ, ის რომ ეს არ უნდა განმეორდეს, ამას მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ. დღეს კი ასეთი იყო გიორგი მარგულაშვილის განცხადება. დღეს კი მეორე მიმართვა გავრცელდა ამჯერად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. ჩვენთვის ცხადი და გასაგებია საზოგადოების ის სამდურავი, რომელიც კონკრეტული მოსამართლეებისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი არსებობს საზოგადოდ, მაგრამ ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ მოსამართლეთა კორპუსის ძირფესვიანი შეცვლა, რასაც ზოგიერთი ოპონენტი მოითხოვს, ან ცალკეულ მოსამართლეებზე ჯოხის გადატეხვა, მით უფრო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთელი სასამართლო ხელისუფლებისადმი სიძულვილის გავრცელება გამოსავალი არ არის, არც შეიძლება იყოს და ყოვლად გაუმართლებელია. ცხადია ისიც, რომ ხელისუფლების საერთო ნება დამკვიდრდეს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა აუცილებელი პირობაა, მაგრამ ის საკმარისი არ არის. საჭირო მთელმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, სამოქალაქო სექტორმა თუ მასმედიამ ხელი შეუწყოს მას და ბოლომდე გააცნობიეროს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობის სასიცოცხლო მნიშვნელობა, არამედ მისი მიღწევის გონივრული გზები და საშუალებები. დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე მოსამართლეები პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს დაუპირისპირდნენ. მოსამართლეთა უკმაყოფილება კობახიძის მოწოდებას მოყვა, რომელმაც სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მიმართა წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ეღიარებინათ. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა. შეხვედრა საქალაქო სასამართლოში იმართა. მომხდარს იუსტიციის მინისტრი საგანგაშოს უწოდებს. ჯერ გავეცნობი მისი განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება აუცილებლად გვექნება, განაცხადა თეატოლოგიანმა. რაც შეეხება შეფასებებს იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან, ლევან მურუსიძის განცხადებით ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დროს გარკვეული დარღვევები იყო, მისთვის ცნობილი იყო და ამასთან დაკავშირებით შიდა მოკვლევაც აქვს დაწყებული, თუმცა მისი თქმით, უბრალოდ დროზე ადრე გაჟონა ინფორმაციამ. ის არ გამორიცხავს, რომ მამუკა ახვლედიანმა ამით გარკვეული ფარიც გაიკეთა. სწორედ ეს არის გადაცემის პირველი ნაწილის მთავარი თემა და შექმნილ ვითარებას ჩვენს ეთერში შეაფასებს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი ნინო ლომჯარია. მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. ნინო, რა ხდება იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით? პირველ რიგში საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის, რა მექანიზმი არსებობს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით და რა საფრთხეები უკავშირდება დღეს გამჟღავნებულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ტესტების პასუხები წინასწარ იყო ცნობილი. დიახ, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ფაქტი, რაც დღეს გამჟღავნდა, არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ პრობლემური თემისა, რასაც მოსამართლეთა დანიშვნის დღეს არსებული წესი და მექანიზმი გულისხმობს და ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ რეფორმის და საკანონმდებლო ცვლილებების გატარების საჭიროებაზე, თუმცა დღეს უკვე დეკემბრიდან მოყოლებული ჩვენ უკვე ვაწყდებით რეალურ პრობლემებს, რაც გამოიწვია სწორედ იმან, რომ ხელისუფლებამ არ გაატარა დროული რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ მიგვეღო უფრო გამჭვირვალე პროცესი მოსამართლეთა დანიშვნის წესის. ახლა რა პრობლემებია რეალურად? პრობლემა არის ის, რომ იუსტიციის საბჭო
რომელიც არის უფლებამოსილი ორგანო დანიშნოს ახალი მოსამართლეები და დღეს იცით თქვენ უკვე რომ ახალი წესის თანახმად ეს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან, ანუ საუბარია იმაზე, რომ ეს მოსამართლეები მთელი ცხოვრების ვადით იქნებიან ჩვენი, ასე ვთქვათ, მოსამართლეები. ამ დანიშვნის პროცესში არ არსებობს ფაქტობრივად არც ერთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც დაიცავს მოსამართლეების დამოუკიდებლობას, რომელიც მიანიჭებს კონკურსანტებს უფლებას, რომ თუნდაც გაასაჩივრონ საბჭოს მიერ მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. არ არსებობს მექანიზმი, რაც საბჭოს დაავალდებულებს, რომ კანდიდატებთან მიმართებით გამოიყენოს გარკვეული შეფასების კრიტერიუმები. ანუ საბჭოს წევრები სრულიად თავისუფალნი არიან თავიანთ შეფასებაში. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ გადავამოწოთ ვის რა ქულა დაუწერეს, ან რომელი კანდიდატი, რომელიც ვთქვათ, მოსამართლე დანიშნეს, რატო იყო იმას სხვა კანდიდატებზე უკეთესი და ასე შემდეგ. ანუ სრულიად დაურეგულირებელია ეს პროცესი. ამასთანავე საბჭოს წევრები აძლევენ მოსამართლეთა კანდიდატებს ფარულად, აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად მათი, ასე ვთქვათ, თავისუფალი ნება, არ აქვს არანაირი ვალდებულებები თუ ვის დანიშნავენ მოსამართლეს და რასაც ჩვენ ვუყურებთ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რეალურად რაც ხდება საბჭოში არის ის, რომ ფაქტობრივად მოსამართლეები ინიშნებიან სასამართლოში არსებული კლანური ძალების თუ რაღაცა ინტერესების გათვალისწინებით რეალურად ხდება მორიგებები საბჭოში თუ ვისი მოსამართლეები უნდა დაინიშნონ და არანაირი ანგარიშვალდებულება ამ პროცესს არ ახლავს. ის ფაქტი, რაც დღეს გამჟღავნდა, კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ არა მარტო გასაუბრების ეტაპზე, არამედ ვთქვათ, კონკურსის პირველ ეტაპზე, რაც გულისხმობს ტესტირებისა და კაზუსის ვთქვათ, ამოხსნის ეტაპს, ფაქტიურად იყვნენ კანდიდატები, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ ის ტესტები, რაც მოვიდოდა გამოსცემს. ეს არის ძალიან კონფიდენციალური ინფორმაცია, უნდა იყოს დაცული კონფიდენციალობის მაღალი ხარისხით, აქედან გამომდინარე მისი გაჟონვა და გარკვეული კანდიდატების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, ეს ვიტყოდი, რომ ეს ფაქტი ნამდვილად შეიცავს გარკვეულ, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსამართლეთა შერჩევა ხდება არა რეალურად მათი, ასე ვთქვათ, კომპეტენციის შესაბამისად, არამედ გარკვეული პირების ინტერესების და დაჯგუფებების ინტერესების გათვალისწინებით და ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მათთვის სასურველი კანდიდატები იყვნენ შერჩეულნი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ხელს უწყობს ის, რომ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაციები, რაც მათ შეზღუდავს აი ამ მათ ფართო უფლებამოსილებას საკუთარი გემოვნების და სურვილის მიხედვით ისე დანიშნონ მოსამართლეები, რომ არაფრის და არავის წინაშე არ იყვნენ არც ანგარიშვალდებულები და არც ვთქვათ მათი გადაწყვეტილებების გასაჩივრების თუ გადასინჯვის შესაძლებლობას იძლევა კანონი, რაც არა მხოლოდ საბჭოს, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა, არამედ პირველ რიგში ხელისუფლებითაც, რომელიც იყო ინფორმირებული ამ პოტენციური და სამომავლო კრიზისის თაობაზე, მაგრამ არ გაატარა შესაბამისი რეფორმები, იმისათვის დღეს ამ სიტუაციამდე არ მოსულიყავით. აი უშუალოდ ამ ფაქტზე, რომ გავამახვილოთ ყურადღება, რაზეც დღეს მამუკა ახვლედიანმა ისაუბრა, ვისი პასუხისმგებლობის საკითხია ამ ტესტების გავრცელება და ფაქტურად თქვენ ამაზე ისაუბრეთ, რომ შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. დღეს გაიჟღერა ნინო გვენეტაძის სახელმა პასუხისმგებელთა სიაშიც და აგრეთვე იუსტიციის საბჭოს წევრებმაც და როგორ აფასებთ ლევან მურუსიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის საქმის კურსში იყო. მოვლენათა ამგვარი განვითარების შესახებ, თუმცა ინფორმაციამ გაჟონა და მან მოკვლევა ვერ დაასრულა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რომელი წევრი ან წევრები იყვნენ ამ პროცესში ჩართული, თუმცა საერთო ჯამში გამოცდების ჩატარება კონფიდენციალურობის დაცვით და ზოგადად გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად საბჭოს და მის თითოეულ წევრს. აქედან გამომდინარე, თუ ისმის კითხვა თუ კონკრეტულად ვინ იყო ჩართული ამ პროცესში, აუცილებელია, რომ მოხდეს გამოძიება, აუცილებელია, რომ საბჭომ ჩაატაროს ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო სხდომები, რათა ყველა დასწრეს შეეძლოს დაესწროს და დააკვირდეს, თუ რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს ამ საკითხის გარშემო მსჯელობა თვითონ საბჭოს შიგნით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვფიქრობ, რომ ასევე
საგამოძიებო უწყებებიც უნდა იყვნენ ჩართულნი ამ ფაქტის გამოძიების პროცესში. რაც შეეხება თქვენ მეორე კითხვას, იმასთან დაკავშირებით, რომ მურუსიძემ ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ფინალური გამოხატა, რომ ნაადრევად იყო გამჟღავნებული ეს ფაქტი, ეს კიდევ მეორე პრობლემაა. პირველ რიგში მე გადავხედე დღეს საბჭოს წევრების განცხადებებს და განსხვავებული განცხადებები გააკეთეს მათ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგალითად მურუსიძისგან განსხვავებით, ერთ-ერთმა წევრმა ლევან თევზაძემ მოსამართლე წევრმა თქვა, რომ ის საბჭო არ იყო ინფორმირებული ამ ფაქტის თაობაზე და ამ საკითხის განხილვა საბჭოზე არ ყოფილა, თუმცა ფაქტია, რომ მურუსიძემაც დაადასტურა, რომ საბჭომ მოკვლევა დაიწყო. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სერიოზულ, ასე ვთქვათ, გარემოებებს ხდის ფარდას, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ გამოცდები ჩატარდა ნოემბრის ბოლოს, ხოლო ეს ასევე გაგახსენებთ, რომ თავად მურუსიძე, რომელიც საბჭოს მდივანი არის და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამ გამოცდების ჩატარებაზე, მისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მოხდა დეკემბრის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად ვივარაუდოთ, რომ მის არჩევნებამდე, ანუ მურუსიძის არჩევნებამდე საბჭოსთვის ცნობილი იყო ეს ფაქტი. მე პირადად მიჩნდება კითხვა, რა მით უმეტეს, როდესაც არ გაასაჯაროვა საბჭომ აღნიშნული ფაქტის თაობაზე, რაც მე ვფიქრობ ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, სკანდალი ამ გამოცდებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო პირიქით, ხომ არ იყენებდნენ საბჭოს წევრები ამ ფაქტს ვიღაცაზე ზეწოლის მიზნით, მით უმეტეს რომ გავითვალისწინებთ, რომ ცალკეულმა წევრებმა გახსოვთ, რომ გააკეთეს განცხადება, რომ მურუსიძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ სურდათ მისთვის მხარი დაეჭირათ. ხო, იყო ეს გარემოებაც ერთ-ერთი, ვთქვათ, ფაქტორი მათი გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს არის უბრალოდ ჩემი ეჭვები, ჩემი ვარაუდები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ ეს მნიშვნელოვანი გარემოება საბჭომ ფაქტიურად დამალა, არ გასაჯაროვდა, შეიძლება ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომატი ან ზეწოლის მექანიზმი მათ შორის თუნდაც საბჭოს მდივნის მიერ საბჭოს წევრების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ნინო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ ფიქრობთ, მოსამართლეებთან და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი? დღეს გავრცელებულ მიმართვაში, რომლის ავტორიცაა იუსტიციის საბჭო, საუბარია იმაზე, რომ მოთხოვნა ძირფესვიანად შეიცვალოს მოსამართლეთა კორპუსი ან ცალკეულ მოსამართლეებზე ჯოხის გადატეხვა გამოსავალი არ არის და აი საინტერესო თქვენი პოზიცია. პირველ რიგში, შესაძლებელია თუ არა იგივე ტექნიკური კუთხით მოსამართლეების ცვლილება და რა შეიძლება იყოს გონივრული ნაბიჯი იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ვითარება მომავალში? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ მიმართვაში აქცენტები ძალიან არასწორად არის დასმული. არასამთავრობო სექტორი ვიყავით სწორედ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდგომ, როდესაც ძალიან ფართოდ მუსირებდა მათ შორის ხელისუფლებაშიც მოსაზრება და არაერთი თანამდებობის პირს ჰქონდა გაკეთებული განცხადება, რომ მოსამართლეები უნდა მთლიანად შეიცვალონ, საბჭომ მთლიანად უნდა იყოს დათხოვნილი და ასე შემდეგ. ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ვამბობდით, რომ არ შეიძლება ასე ვთქვათ, ხელი გადაუსვა მთლიანად მოსამართლეთა კორპუსს და აუცილებელია, რომ მათი ვთქვათ, პოლიტიკური ზეგავლენებისაგან გათავისუფლება მოხდეს და შესაბამისად ჩვენ მიმართ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება ნამდვილად უადგილოა. რაც შეეხება გამოსავალი, რა არის? გამოსავალი არის იმაში, რასაც ჩვენ ვითხოვთ. გამოსავალი არის იმაში, რომ კანონმდებლობით დადგინდეს ის კრიტერიუმები და ის პროცედურები, რის მიხედვითაც საბჭომ უნდა შეარჩიოს მოსამართლეობის კანდიდატები. როგორც უკვე გითხარით, დღესდღეობით საბჭოს წევრები კანდიდატებს, ასე ვთქვათ, ნიშნავენ საკუთარი შეხედულებების მიხედვით და მათ არ უწევთ არავისთვის არანაირი ფორმით დაასაბუთონ, რატომ მიაჩნდათ ერთი კანდიდატი უფრო კომპეტენტურად ვიდრე მეორე. ანუ კენჭისყრა არის ფარული, არავინ არ იცის ვინ ვის აძლევს ხმას. არასდროს კრიტერიუმები ან შეფასების, ასე ვთქვათ, ფორმები ან სკალა, რის მიხედვითაც კანდიდატის, ასე ვთქვათ, ძლიერ თუ სუსტ მხარეებს აფასებენ. არასდროს, ასე ვთქვათ, გასაჩივრების მექანიზმი აპლიკანტებისთვის, ანუ კონკურსის მონაწილეებისათვის, რითიც ისინი გააპროტესტებენ საბჭოს მიერ მათ მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას. ანუ მათ აქვს სრული თავისუფლება და აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი გარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე, იმდაგვარად, რომ საბჭოს შეეზღუდოს, ასე ვთქვათ, ფიქნებური, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება და დღეს არსებული
და შექმნილი ვითარება, რაც გამყარებულია კანონმდებლობითაც, იძლევა სრულ, ასე ვთქვათ, თავისუფლება საბჭოს წევრებისთვის, რომ ისინი უბრალოდ შევიდნენ ერთმანეთთან გარიგებაში. და საზოგადოებას არ არის ჩახედული ამ საკითხში, შევახსენებ, რომ საბჭოს წევრები შედგებიან სასამართლოს მიერ არჩეული წევრებისაგან და ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ, ანუ ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ დანიშნული წევრებისაგან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად ამ ორი ტიპის წევრებს შორის იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება, მაგრამ როდესაც უკვე დაიწყო მოსამართლეთა დანიშვნა უკვე შემოდგომის ბოლოს, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ფაქტიურად სრულ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან, რაც იმაზე გვაფიქრებინებს, რომ ისინი გარკვეულწილად ორივე მხარე ძალიან ცუდი გაგებით სარგებელს იღებს იმ გარემოებიდან, რომ არ არსებობს არანაირი თქვა შემბოჭავი მარეგულირებელი ნორმები მათთვის და ისინი ფაქტიურად შევიდნენ ერთმანეთთან გარიგებაში და ამ თქვა სიტუაციიდან ყველა მხარე კმაყოფილია, იმიტომ რომ თანხმდებიან მათთვის სასურველ კანდიდატებზე. ხოლო როგორ ხდება ამ კანდიდატების შერჩევა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის კანდიდატების შერჩევა არ ხდება მათი კომპეტენციის ან გამოცდილების შესაბამისად. ძალიან დიდი ეჭვია და მურუსტიძეს მაგალითიც იყო ერთ-ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ მათ მოსამართლეების შერჩევა ხდება იმის მიხედვით, რამდენად არის ლოიალური ესა თუ ის მოსამართლე აი იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან წარმოდგენილი დღეს იუსტიციის საბჭოში. კიდევ ერთ აქცენტზე მინდა გკითხოთ, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებმა დღევანდელ მიმართვაში გააკეთეს, ეს არის სტატისტიკური მონაცემები. 2011 წლისა და 2015 წლის მონაცემებზეა საუბარი, ამ პერიოდში 4-ჯერ გაზრდილ გამამართლებელ განაჩენებზე აკეთებენ აქცენტებს იუსტიციის საბჭოს წევრები. რისი მაჩვენებელია ეს, რატომ გააკეთეს ამაზე აქცენტი, როგორია თქვენი პოზიცია? ვერ გეტყვით მათი ასე ვთქვათ განცხადების უკან რა მოტივები იდგა, თუმცა მე შემიძლია ნამდვილად დავადასტურო, რომ ასე ვთქვათ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ნამდვილად გაუმჯობესდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, გადაიდგა პირველი ნაბიჯები რეალური რეფორმისკენ. ძალიან სამწუხაროა უბრალოდ ის, რომ ამ რეფორმების ბოლომდე ეს რეფორმები ბოლომდე და დროულად არ არის მიყვანილი, სწორედ ამან შეაფერხა ის პოზიტიური განვითარება და გარკვეულწილად თავისუფლების ხარისხიც, რაც შევიდა სასამართლოში და სამწუხაროდ მიგვიყვანა აი ამ ასე ვთქვათ ძალიან ბუნდოვან მდგომარეობამდე, რა დროსაც ძალიან ნოყიერი ნიადაგი იქმნება საბჭოში არსებული ინტერესთა ჯგუფებისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ მათი რაღაცა კლანური ინტერესების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, კი დაიწყო ნამდვილად პოზიტიური ცვლილებები სასამართლოში, თუმცა თუ დროულად და ძალიან სწრაფად არ იქნა მიყვანილი ეს რეფორმა ბოლომდე და განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაზეც მე ვისაუბრე მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, მაშინ ეს ყველაფერი, ანუ ის თავისუფლების ხარისხი, რაც შევიდა სასამართლოში, მიგვიყვანს აი ამ ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, სიტუაციამდე, რაც გამოიხატება სასამართლოს მართვაში, არა კანონის საფუძველზე, არამედ რაღაცა კლანური ინტერესების საფუძველზე. აი, უნდა ველოდოთ თუ არა რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში ვითარების გაუმჯობესებას, რომელზეც დღესაც გააკეთა იუსტიციის მინისტრმა განცხადება და აღნიშნა, რომ იმის და მიუხედავად მოეწონება თუ არა მოსამართლეებს ეს ტალღა, ის უკან არ დაიხევს და იუსტიციის სამინისტრო ამ რეფორმას მაინც განახორციელებს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მთავარი პასუხისმგებლობა, ესეთი მთავარი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმის მესამე ტალღა არ განხორციელდა, სწორედ იუსტიციის სამინისტროზე არის და იუსტიციის მინისტრზე არის, რომელიც დიდი ხანია ინფორმირებულია მის თაობაზე, რომ ამ რეფორმების განუხორციელებლობა მიგვიყვანდა იმ კრიზისამდე, სადაც დღეს ვართ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში სწორედ მას მოეთხოვება, მინისტრს მოეთხოვება პასუხისმგებლობა, რომ მას დროზე გაეტარებინა ეს რეფორმები, თუმცა სამწუხაროდ ვერ გეტყვით შეგნებულად ვიღაცა სარგებლობს ამ სიტუაციით თუ და სხვა ობიექტური გარემოებების გამო დღემდე არ განხორციელებულა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს სიტუაცია უკვე ძალიან თვალმოთლივ გვაჩვენებს იმ სამწუხარო მაგალითებს, რასაც შექმნილი ვითარება გვაძლევს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აი ამ რეფორმის მესამე ტალღაზე მუშაობა და ამ ცვლილებების განხორციელების
ასე ვთქვათ, განხორციელებით ლობირება. გასაგებია. მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ სასამართლო სისტემაზე ჩვენს ეთერში საუბრობდა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი ნინო ლომჯარია. ამით გადაცემის პირველი ნაწილი დასრულებულია. ჩვენ პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ ბრუნდებით. საუბარს გავაგრძელებთ საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებაზე, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ. ჩვენი სტუმარი იქნება პაატა დავითაია, რომელიც საქართველოს ევროპული დემოკრატების თავმჯდომარეა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ პოლიტპატიმრების თემის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ჩვენი სტუმარი იქნება ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი. დაგველოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ბრუნდებით.